ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და უცხო ენის შესწავლის თანაბარი ხელმისაწვდომობა. ეს იმ მიმართულებათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესწავლასაც საგანმანათლებლო პლატფორმა ლიბჯი ემიგრანტი მოსწავლეებისთვის და არა მარტო სამომავლოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს. ეს იქნება არაფორმალური განათლების ჰაბი, ერთგვარი შეხვედრების ადგილი, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ. განსაკუთრებული ყურადღება კი ემიგრანტი ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის შეხვედრების ჩატარებას დაეთმობა. ლიბჯი პარალელურად კი ონლაინ ბიბლიოთეკას, ასევე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაუბრუნებს და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს მასწავლებლებს. ონლაინ სკოლას უკვე არაერთი ელჩი ყავს, მათ შორის ევროპაშიც და ის ქართველი მებრძოლისა და ჩვენ ჩემპიონის დედა ქალბატონი ინგა თოფურია. რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სწორედ დღეს, როდესაც ემიგრანტი ბავშვების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რომ მსგავსი პლატფორმები არსებობდეს და რამდენად დიდია უკვე სკოლაში რეგისტრირებული მოსწავლეების ნაკადი. თემაზე საუბარს სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. გიორგი კეკელიძე, მწერალი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი, საზოგადოების დაფუძნებელი და უკვე ახალი სკოლის იდეის ავტორი და ასევე შალვა მინდაძე, ისტორიის მასწავლებელი. გამარჯობა. მოგესალმები. რა კარგი წამოწყებით მოხვედი გიორგი ჩვენთან. საინტერესო იდეით და საინტერესო წამოწყებით რა თქმა ახალ უნდა. სეზონზე სულ ველით ხოლმე თქვენგან სიახლეებს, თუმცა დაპირებული ლიბჯის აღდგენა, ასე ჯობს მგონი დავარქვათ, იყო ცოტათი მოულოდნელიც. თუმცა უფრო ადრე იწყება ამ პლატფორმის ისტორია, როგორც პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკის იდეა საერთოდ საქართველოში. ხო, როგორ მოხდა, რომ დაუბრუნეთ ეს ფუნქცია და შემატეთ უფრო კიდევ მნიშვნელოვანი, ჩვენ ვისაუბრებთ ემიგრანტებისთვის, რამდენად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამ პლატფორმის მნიშვნელობა. მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა ტრადიციულად და ტრადიციულადვე გილოცავთ ახალი საეთერო სეზონის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმატშიც არაერთხელ შევხვდებით. რაც შეეხება კონკრეტულად ლიბჯის, ეს ძალიან პერსონალურადაც შორეული წარსულის ნაწილია, ჩემი ერთ-ერთი პირველი პროექტი და საერთოდ პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა 2006 წელს დაფუძნდა და ვისაც წიგნი უყვარს და ლიტერატურა უყვარს, მას ეს ემახსოვრება, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი წყარო მაშინ ძალიან ბევრი ადამიანისთვის თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის და არა მხოლოდ კლასიკისაც ბუნებრივია. გარკვეული პერიოდი, როდესაც მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდი, ერთგვარი თუ შეიძლება ასე ითქვას, არდადეგები ჰქონდა ლიბჯის და ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ, რომ რეალურად ეს პლატფორმა დაბრუნდეს გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონით, უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით. 2023 წელს დავიწყეთ ჩვენ აი ამ ყველაფრის მოსინჯვა, თავის დროზე ნიჩო ჯიბლაძე, სხვა კერძო პარტნიორები ჩაერთვნენ და დღესაც აგრძელებენ ისინი თანამშრომლობას, თუმცა აი ახლა 2025 წელს უკვე სრული ძალებით დავიწყეთ მუშაობა და რეალურად ვცდილობთ, რომ გარდა იმისა, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკა აღდგება, ამავდროულად შეიქმნას ძალიან დიდი, სერიოზული, არაფორმალური სკოლა, როგორც ცოცხალი შეხვედრების, ასევე ბუნებრივია ონლაინ მიმართულების, რაზე სასაუბროდაც როგორც ვიცი დღეს შევიკრიბეთ და შესაბამისად აი ამ პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებრივია იქნება ქართული ემიგრაცია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი და მზაობა, რომ ამ ადამიანებს დავახვედროთ შესაბამისი ძალიან კვალიფიციური შეიძლება ასე ითქვას სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მათ კავშირს უზრუნველყოფს, მათი შვილების კავშირს უზრუნველყოფს სამშობლოსთან, ენასთან, როგორც იდენტობის მთავარ ნაწილთან, ისტორიასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამისთვის ძალიან ბევრ ამას ვაკეთებთ ნამდვილად. აუცილებლად ხო უნდა აღინიშნოს ალბათ ის, რომ ის პედაგოგებიც, რომლებიც ამ სკოლაში იქნებიან ჩართულები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელები, ათეულის, ხუთეულის კლუბის წევრები არიან და სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს 3 საათზე გამოცხადდება ასევე ამავე ჯილდოს 2025 წლის შორტლისტი და უკვე მალე ისიც გვეცოდინება ვინ მიიღებს ამ ტიტულს და მნიშვნელოვანია ამგვარი თანამშრომლობა, რაც ხარისხს უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი აუცილებელ შეთანხმებათაგანია, იმიტომ რომ რეალურად მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დიდწილად ასახავს სურათს იმისას, თუ როგორია ტენდენცია საგანმანათლებლო სფეროში, პედაგოგების მიმართულებით და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ჩვენ
ურთიერთთანამშრომლობით ძალიან დიდი და სერიოზული ნაბიჯი გადავ. ჩვენთან არიან მასწავლებლები, რომელიც არ არიან ამ ჯილდოს თუ შეიძლება ასე თქვას ათეულის წევრებიც, მაგრამ არიან ძალიან გამორჩეული პედაგოგები და ხვალდაზე დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც მოხვდებიან აქ, ან არ მოხვდებიან, მაგრამ გააგრძელებენ საკუთარ პედაგოგიურ მუშაობას. თუმცა ეს ჯილდო გარკვეულწილად კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ერთგვარი ინდიკატორი იმ სურათისა, რა ტენდენციები გვაქვს, რა თაობა მოდის საგანმანათლებლო სივრცეში, იმიტომ რომ იოლად დამეთანხმება ყველა და ეს არ არის ბუნებრივია ყალბის სიტყვაობა მიუხედავად ტრაფარეტურობისა შეიძლება ერთი შეხედვით ქვეყნის მომავალი ისე როგორც აწყო და საერთოდ ყველაფერი დაფუძნებული არის კარგ სკოლაზე, განათლებაზე და მათ შორის კარგ არაფორმალურ სკოლებზეც, რომლებიც ერთგვარ შენაკადებად იქცევიან ფორმალური პროცესებისა და ჩვენი განზრახულობა და ამბიცია სწორედ ეს არის, რომ გარკვეულწილად თქვათ შევქმნათ ნომერ პირველი არაფორმალური სკოლა, მათ შორის ონლაინ მიმართულებით. ხო, აი ძალიან საინტერესოა თვითონ ეს პროექტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ კავშირი გქონდეთ თავიანთ ქვეყანასთან, თავიანთ სამშობლოსთან, თავიანთ ენასთან, რაც მთავარია. მაგრამ საინტერესოა კიდე გარდა ქართულისა, ისტორიისა, ამ სკოლაში კიდე რა მოიაზრება, რა შეიძლება რომ შეისწავლოს იმ ადამიანებმა, ვინც თქვათ დღეს საზღვარგარეთ სანამ თქვა ამ კითხვაზე გიპასუხოთ ძალიან მოკლედ გეტყვით რომ ჩვენ გვაქვს ამ სისტემურ სწავლებაში ბონუსური ლექციებიც ხო დათო ტურაშვილი ნათია პანჯიკიძე ჩაატარებს ლექციებს თუტას ხირტლაძე აპირებს თქვა ერთგვარი ხაპრის მასტერ კლასების გამართვას და კიდევ ბევრი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი რომელთაც შეუძლიათ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთგვარად ბონუს ლექციების სახით სრულიად უფასოდ მშობლებსაც და ამავდროულად მოსწავლეებსაც წაუკითხონ მასტერ კლასები და ჩვენი ელჩი გარდა ქალბატონი ინგა თოფურიასი რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დარწმუნებული ვარ საზღვარგარეთ აი ამ თქვა პლატფორმების სწორად მუშაობაში არის ლეგენდარული მზე ქალაშანიძეც რომელიც ბუნებრივი არის სიმბოლო ქართული განათლების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეეხება თქვენს კითხვას და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი გახდება ხვალზეგ მაგრამ ჯერ არ მაქვს უფლება თქვისა და რაც შეეხება თქვენს კითხვას კი სკოლა არის განზრახულობით მრავალფუნქციური. ჩვენ გვინდა რომ უცხო ენების ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ და ამავდროულად მოვიცვათ საქართველოს საკუთრივ, ანუ სამანს აქეთა საქართველოს უნებრივია. ამავდროულად ჩვენ ვცდილობთ რომ თქვათ ეს სწავლებები რიგ შემთხვევაში იყოს ბილინგური, ხო? მოსწავლემ არ იცის საერთოდ ქართული არის ასეთი შემთხვევებიც და ვცდილობთ რომ ისეთი მასწავლებლები გყავდნენ რომელმაც იციან ისენა სადაც ის ცხოვრობს და ასე ვასწავლოთ ქართული. ამავდროულად ნელ-ნელა ვცდილობთ რომ უფრო გავზარდოთ თქვათ არეალი და აი მაგალითად ერთი კერძო ბიზნესი გვეხმარება იმაში რომ მშობლებს სრულად უფასოდ ჩაუტაროთ მაგალითად ერთგვარი ლექცია სემინარების ციკლი თუნდაც დასახელებით დედობა ემიგრაციაში. და ეს უკვე ერთხელ ჩატარდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამიტომაც რეალურად კი განზრახულობა არეალი არის ძალიან დიდი, უბრალოდ ცხადია, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა, მხარდაჭერა საზოგადოების და რაც მთავარია, მე ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ეს პროექტი არ არის განზრახული რაღაც მაინც და მაინც ბიზნეს მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს ამის ნაწილიც არის, მაგრამ რეალურად ჩვენ ხშირად გვსმენია და დაგვინახავს და შეგვიმჩნევია პარაზიტირება, ერთგვარად თქვათ, ემიგრაციის თემით, ემიგრანტებით, რაღაც შოუები, რომელთაც მე არ ვერჩი, მაგრამ ისინი თხოვენ რომ ფული დაგვირიცხეთ, ემიგრანტება. ეს არის უკიდურესად მოწესრიგებული სისტემა, რომელსაც მასწავლებელს საკუთარი ანაზღაურება აქვს, შესაბამის სერვისები კონკრეტულ თქვათ, დანახარში მოითხოვენ და რაღაც გადასახადი აქვს მშობელს, ბუნებრივია, რომელიც სრულიად არ არის თქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელი, შეძლების დაგვარად ეცადეთ რომ თქვათ ეს ყველაფერი მოწესრიგებული ყოფილიყო და ამიტომაც ვფიქრობ რომ ჩვენ ძალიან ესე თამამ და მნიშვნელოვან განაცხადს ვაკეთებთ მრავალი თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ უკვე შემოგვიერთდა სხვა შორის 400-ზე მეტი ადამიანი არის რეგისტრირებული ეს მოზარდები სკოლის მოსწავლე კი 24 სექტემბერს ვაპირებთ რომ პირველი ნაკადი მივიღოთ და მერე ნელ-ნელა ვეცდებით რომ სხვა დანარჩენი თქვათ ნაკადებიც დავტვირთოთ რეალურად ჩვენ გვაქვს
აქვს სურვილი და განზრახულობა, რომ ისინი ემიგრანტები ცხადია არ არიან, მაგრამ ახლა ვესაუბრებით სხვა ბიზნესს, რომ აი ამ სკოლაში რაღაცნაირად ინტეგრირებულები იყვნენ ბავშვები აფხაზეთიდან და მაგალითად აი გალიდან თითო მოსწავლე საერთოდ ისე რომ მათ არ კონდეთ არავითარი გადასახადი და ამაზე აქტიური მოლაპარაკება გვაქვს კერძო სფეროსთანაც და ერთ-ორ საელჩოსთან სხვა შორის. და ნუ რეალურად კი ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი მე ვფიქრობ რომ ძალიან ამბიციური, მაგრამ სწორად ამბიციური ნიშნულოვანი გასავალი. საინტერესოა ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლებმა უზრუნველყონ თქვათ ეს ხარისხი რომელზეც საუბრობთ და შალვას აქვს ამის მგონი საუკეთესო გამოცდილება, იმიტომ რომ ის პლატფორმა რომელიც თქვენ გაქვთ სოციალურ ქსელში ისტორიის მასწავლებელი ხართ YouTube-ზე უამრავი ნახვა თქვენს არხს და მოსწავლებისთვისაც ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პედაგოგი ასეთი ინოვაციური საშუალებებით ცდილობს, რომ ინფორმაცია მეტად უფრო გასაგები გახადოს, საინტერესო, საგაკვეთილო პროცესი და ალბათ ეს ონლაინ პლატფორმაც მოსახერხებელი იქნება თქვენთვის ამ შემთხვევაში, მაგრამ ზოგადად მასწავლებლებისთვის ხომ არ არის ეს გამოწვევა ონლაინ ასეთი პასუხისმგებლობის აღება. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. გამოწვევა იქნება, რა საკვირველია იმ გარემო პირობების გათვალისწინებით, რა სივრცეშიც ალბათ მასწავლებლებს უწევთ მუშაობა, გულისხმობ ინფრასტრუქტურას ძირითად შემთხვევაში. იმიტომ რომ ზოგადად სასკოლო სივრცე და იქ მომუშავე მასწავლებელი მიჩვეული არ არის თანამედროვე ტექნიკას სამწუხაროდ, მაგრამ თუ თვით განვითარებაზე ორიენტირებული ხარ, ალბათ LibG არის ზუსტად ის აკადემია და ისეთი აკადემია, რომელიც შენს პიროვნულ განვითარებას ხელს შეუწყობს როგორც მასწავლებლის და ალბათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოტივაციაც ეგ იყო, რომ იქ ყოფი მასწავლებლები ათეული ვინც არის მათ შორის განვითარდნენ პიროვნულად და მე პირადად რა პლატფორმაც მაქვს დღემდე ჩემი საკუთარი smartphone-ით ვაკეთებ ყველაფერს და აი ტექნიკური უზრუნველყოფა როგორც ასეთი ჯერჯერობით არ მივსულა იმ დონემდე, თუმცა მაინც ვახერხებ სიმართლე გითხრათ ისეთი კონტენტის შექმნას, რომელიც ყველასთვის მიმზიდველია. ამ თვალსაზრისით საკმაოდ 8 წელია უკვე ამ სფეროს ვემსახურები, თვით ნასწავლი ვარ შეიძლება ასე ითქვას და ამ ყველაფერმა მომიტანა იმდენად ბევრი გასაქანი და თითქმის ყველა რეგიონიდან და მათ შორის ბატონო გიორგი აღნიშნა რომ აფხაზეთიდანაც ყავს უკვე 3 მოსწავლე რომელსაც მქონდა პროექტები წინა წელსაც და ერთ წელს განსაკუთრებით სამწუხარო რეალობაში შევეჩეხე რომ მითხრა რომ სემესტრში ზამთრის სემესტრში არ მექნება ელექტროენერგია და რაღაც ესეთი პრობლემაც კი არის ჩემ შემთხვევაში და ვფიქრობ LibG უზრუნველყოფს აფხაზეთიდან მითხრა შეიძლება ზამთრის პერიოდში შუქი არ გქონდეს შეიძლება არა გადაწყვეტით მითხრა ზუსტად 2 საათი მექნებაო და მე შევთავაზე ეს ახლა ვიწყებ მამას მოსწავლესთან და ვცდილობ რა გამოწვევა იქნება ჩემთვის არ ვიცი რაც მქონდა. ანუ იქით ამით ჩვენ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. ვიცით რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეფერხებული, მაგრამ არ გვეგონა რომ მოსახლეობას იგივე მოლოდინი აქვს ამ ზამთრისთვის. მოლოდინი არა მე გადაწყვეტით მითხრა რომ 2 საათი გვექნება, როდის იქნება ეს 2 საათი არ ვიცით და მე შევთავაზე რომ ინტერნეტი ულიმიტო ინტერნეტი ჩავრთოთ მეთქი და ისე ჩაერთვები ასევე ისიც შევთავაზებ powerbank-ებით ტელეფონის მეხსიერება ელემენტი რომ გაძლოს ამ გაკვეთილზე ესეთი ფორს მაჟორული სიტუაცია მექნება ალბათ არ ვიცი რა იქნება მაგრამ ჯერჯერობით ამ ერთ მოსწავლესთან მაქვს ჯერჯერობით შეხება წინა წელს უფრო მქონდა მაგრამ არ იყო ასეთი პრობლემები მაგრამ წელს როგორც ჩანს თვითონვე აღნიშნა ეს ასე რომ ეს აკადემია რაც იქმნება ჩემ შემთხვევაში საქართველოს რეგიონებს წვდები თითქმის ყველა რეგიონიდან მყავს მოსწავლე მაგრამ თუ ემიგრანტებისთვის და ეს სტრესი რომელიც ფსიქოლოგიური სტრესია და იქაური დიასპორა რომელიც საქაურ კულტურას ავიწყებს ფაქტობრივად და არანაირი ბმა აღარ აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან წასულ მოსახლეობას საქართველოს კულტურასთან თუნდაც ისტორიასთან და ჩემი პლატფორმა მაფიქრებინეს თუნდაც მცირე 10%-იანი ასე ვთქვათ ჩართულობით სხვა ევროპული ქვეყნებიდან რომ რაღაცას ვაკეთებ და ვემსახურები და ეს აკადემია ალბათ უფრო დიდ მასშტაბებს გასწვდება მით უმეტეს იმ ხარისხს რასაც უკვე რისთვისაც წინასწარ ვემზადებით ალბათ იქნება ბევრისთვის ხელმისაწვდომი და მე
ჩემი როგორც ერთი მასწავლებლის ალბათ мотиваცია იქნება რომ მარნეულში და კერძოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელებთან კონდეს ცდომა, იმიტომ რომ მე მუშაობდი 2 წლის განმავლობაში და სამწუხაროდ 10 წუთი ჯერ ქართულს ფუხსნიდი, ქართულ სიტყვებს და შემდგომ ისტორიას და შესაბამისად ეს სივრცე და ესეთი სივრცე არ არსებობს ზოგადად საქართველოში, თუნდაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც საშუალება მიეცემათ რომ თუნდაც ისეთ ცნობილ მასწავლებლებს შეხვდნენ, თუნდაც თქვენ შეხვდნენ და რაღაც ისეთი შეხვედრა ჩატარდეს და მათთვის არის ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა სიხარულია ხოლმე ელემენტარულ დონეზე მქონია მომენტები რომ ისინი მარნეულს უბრალოდ არ გაცდენილან ხშირ შემთხვევაში არსებული კულტურის გათვალისწინებით. ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც კუთხით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უნდა იყოს ეს განსაკუთრებული არის სახელმწიფოს რომელიც იგივე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეს პროგრამა ზოგადად 10 წელი არსებობს თუნდაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ასწავლეს საქართველოს პროგრამა, მაგრამ იმდენად უკვე ცდილობენ და წელს განსაკუთრებულად ესეთი საორგანიზაციო წელი დაიწყო მათთვის და ემზადებიან მასწავლებლები, ჩემი კოლეგები მათ ამ სივრციდან გაქრობას, გათავისუფლებას და შესაბამისად ფიქრობ, რომ აუცილებელიც კი არის და ალბათ რა ვიცი მე მგონი ფიქრობდით თუ რანაირად გაიმთხვა ეს ყველაფერი რომ ზუსტად ახლა დაიწყო ონლაინ აკადემიის ისეთი აკადემიის შექმნა რომელიც მოსწავლეებს მისცემს ფართო ცოდნას მე გულისხმობ ხარისხიან და განვითარებული ქვეყნებისთვის შესაფერის ცოდნას არა სამწუხაროდ არასდროს არ მგონია ჯერჯერობით არ ფიქრობ რომ საგანვითარებულ სამყაროზე ვსაუბრობთ საქართველოს უნდა მოვიაზროს მით უფრო ახლა და ფიქრობ რომ ონლაინ აკადემიით მაინც ვიყოთ იმ დონეზე რა დონესაც ევროპული და ხარისხიანი განათლება ქვია ვიდრე ეს საჯარო სკოლებში ხდება ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რასაც ვისმენთ იცი მაყურებელთან ერთად მინდა გავიაზროთ ჩვენ გვახსოვს ონლაინ სწავლება ჩვენს ქვეყანაში დაინერგა პანდემიის დროს ძალიან საკმაო გაღიზიანებას იწვევდა ეს მოსწავლეებში გვახსოვს ნუ ბუნებრივი იყო იმიტომ რომ ყველას უნდოდა სკოლაში მისვლა კლასში სიარული და დასწრება გაკვეთილისა მაგრამ სწორედ პანდემიამ მოგცა იმის პრაქტიკაც ხო რომ ონლაინ სწავლება შესაძლებელია ძალიან ხარისხიანადაც მაგრამ როდესაც ახლა მე ვისმენ რომ თქვენ ცდილობთ გიორგი შეარჩიოთ მეტნაკლებად ამხრივ გამოცდილი პედაგოგებიც ის კი არა და წლის საუკეთესო მასწავლებლებიც ეს მნიშვნელოვნად ამცირებს იმ საფრთხეებს რომ ტყუილა არ დაკარგოს მშობელმა და ბავშვმა დრო იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ასეთი ტიპის ონლაინ სწავლებები ყოველთვის არ აღწევს იმ სასურველ ეფექტს და შედეგს მე ვიცნობ ასეთ მშობლებს მაგრამ სწორედ ამიტომ აქამდე ვდუმდი და გისმენდი თქვენ იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამ პროექტის მიღმა რა გუნდს აგროვებს გიორგი კეკელიძე ვინ სთავაზობს თანამშრომლობას და ვინ იქნებიან ახსაზრდელთა მასწავლებლები ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ როგორც მშობელი და გულისხმობით გისმენდით ჩალვა თქვენც მე დღეს პირველად გაგიცანით აღმოგაჩინეთ ეხლა უფრო აქტიურად ვურჩევ გაუწევ რეკომენდაციას თქვენს ონლაინ გაკვეთილებს სხვა მოსწავლეებს ხო გიორგიმაც ალბათ ყველად არ დაიჭირა თქვენთან საქმე ამ აკადემიას რაც აქამდე შემიქმნია და ძირითადად ბოლო პერიოდი თარგმნი ვიდეოებს რესურსებს ქმნი რომელიც ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი ისეთ სერიოზულ თემებზე როგორიც შეიძლება იყოს რა ვიცი დიქტატორები მაგალითად და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ბავშვების ჩართულობა და ეს ევროპული სივრცის ათვისება თუნდაც ან არა მარტო იქნება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს თქვენი ხელმძღვანელობით. და კიდევ ერთი პატარა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გავუსვათ ახალგაზრდა პროფესიონალების არსებობას ამ სფეროში, იმიტომ რომ ხშირად საუბრობთ რომ ხო პროფესია მასწავლებელი საკმაოდ არასაინტერესო არის ახალგაზრდებისთვის და შალვა მათ შორის ერთ-ერთი გამონაკლისია და მაგალითი იმის როგორ შეიძლება რომ და სხვა შორის ეს ეროვნული ჯილდო თავის დროზე იყო ძალიან კარგი თუ შეიძლება ასე თქვას მოტივატორი ახალი თაობის მასწავლებლებისთვის. ეს არის ალბათ ამ ჯილდოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
დამსახურებაც, რომ რეალურად მათ გარკვეულწილად დაანახეს მასწავლებელს, რომ ის შრომა ის სრულიად რუტინული, რთული, ყოველდღიური, ბევრი წინააღმდეგობით აღსავსე შეიძლება გულისხმობდეს მომავალში რაღაც დაფასებას. ადამიანი აღიარების არსებაა და ყველა სჭირდება აღიარება, მათ შორის მასწავლებელსაც, რაც არ უნდა დიდი იყოს მისი აღიარება იმ შედეგით, რაც იგულისხმებს კარგი მოსწავლის აღზრდას. რაც შეეხება იმ რემარკას, მე აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან ზუსტია ის, რომ არსებობს გარკვეული სკეპსისი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. მეც ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ცოცხალი გაკვეთილების, მე თვითონ მასწავლებელი ვარ და სკოლაში ამ ტიპის გაკვეთილებსაც ვატარებ. მაგრამ ონლაინ სკოლა არის თუ არა სრულად და სრულფასოვნად ჩამნაცვლებელი, ძალიან დიდწილად ბუნებრივია იგივე რესურსის მიმცემი და ამავდროულად კომფორტის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა, რომელიც ვთქვათ 1000 კილომეტრად დაშორებული უბრალოდ არ შეუძლია ტექნიკურად, რატომ არ ეს საშუალება ძალიან მარტივად, ხო, ერთგვარ თუ შეიძლება ასე ითქვას, ოაზის ქმნი ამ თვალსაზრისით და მეორე ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ აქ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები და განზრახულობა, არა მხოლოდ მარნეულში არის ეს პრობლემა, ხო, მარნეულშიც ნაწილობრივ შეიძლება ბოლნიშიც, ნინოწმინდაში, ახალქალაქში ნაწილობრივ ასევე ახალციხის სოფლებშიც თქვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, სადაც ეთნიკურად არაქართულენოვანი ჩვენი შესანიშნავი თანამოქალაქეები ცხოვრობენ, რომელთაც გვინდა რომ შევუქმნათ რესურსი, სადაც სუპერკვალიფიციური მასწავლებლები ასევე ონლაინ მოემსახურებიან და იმ ცოდნას, რომელსაც თქვათ მეტნაკლებად იღებენ სკოლაში ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიმყარებენ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს პრობლემა ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, არის უკვე 400-მდე განცხადება შეიძლება მოიყაროს ამან თავი და კიდე შეიძლება დაემატოს, მაგრამ აქ ასაკობრივი სხვაობები, ხო, როგორ კომპლექტდება. ჯგუფები არის შესაბამისად, როგორც ვთქვათ, ჩვენ გვაქვს სასაათო სარტყელით მოცემულობა გადანაწილებული, ხო, აქ იგულისხმება მაგალითად ამერიკის კონტინენტი, თავის მხრივ კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყანა, ასევე ევროპული სარტყელები, რომელიც ასევე სხვაობს, სხვათა შორის, იმიტომ რომ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ცენტრალურ ევროპაში სხვა დრო არის. ამავდროულად ბუნებრივია ჩვენ გვაქვს გადანაწილებული ასაკობრივი ჯგუფები და არა თუ ასაკობრივი ჯგუფები, არამედ მომზადების დონეებიც კი. ანუ ხო, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპობრივად ხო შეიძლება ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფი იყოს, მაგრამ მათ არ კონდეთ ქართული შესაბამისი ცოდნა. შეიძლება ზოგიერთმა წერა-კითხვა იცოდეს, ზოგიერთმა საერთოდ არ იცოდეს წერა-კითხვა და თავიდან ჭირდებოდეს ამ ყველაფრის შესწავლას. შეიძლება ზოგიერთმა სამეთყველო ქართული იცოდეს, მაგრამ წერა-კითხვა არ იცოდეს. ესენი ყველაფერი ბუნებრივია ჩვენ თავის დროზე გავითვალისწინეთ, შესაბამის თქვათ მოდულებად დავალაგეთ და ასეთ შევთავაზეთ პირდაპირ ამ ადამიანებს და ძალიან სერიოზული და კარგი გამოხმაურება გვაქვს. მინდა გითხრათ და ვიმედოვნებ, რომ თქვათ რეალურად ეს გამოხმაურებები კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი გახდება, იმიტომ რომ ჯერ ამ პროექტის შესახებ ბევრმა არის ის თქვენი ეთერი, სხვა შორის იქნება საშუალება ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომ საერთოდ პირველად შეიტყოს ამის შესახებ და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის ჩვენი პლატფორმა ყოველთვის მზად არის ინფორმაცია ვრცლად გაავრცელოს, მით უფრო ჩვენ ალბათ არ შეიძლება არ უთხრათ ჩვენი გადაცემიდან ძალიან დიდი მადლობა იმ მშობლებს, რომლებიც 10,000-ობით კილომეტრის მოშორებით ცდილობენ, რომ მშობლიური ენა შეუნარჩუნონ და თვალისწინ ხო ასწავლონ თავის შვილებს. ამის მნიშვნელობას ხაზგასასმელია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, სანამ ბავშვები სკოლებში მიდიან, აი მოცხო ქვეყნებში, ოჯახებში ლაპარაკობენ ქართულად და როგორც კი სკოლაში მიდის და გაცილებით მეტ დროს რაც ღვიძავს ატარებს სკოლაში, უკვე ქართული ენა ნელ-ნელა გულიდაგწყდა ხო შენ და ხო და მაგალითად ასე ახობენ, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ემიგრანტ მშობელს, ვინც გვიყურებს ხოლმე, ვინც გწერს, ვინც აქტიურობს და ვინც ასეთი თემებით ყოველთვის ინტერესდება, იმიტომ რომ ბავშვები არ მოწყდნენ მშობლიურ ენას. და სწორედ ეგ მინდოდა აღმენიშნა, იმიტომ რომ ნინო შენ თემას გავაგრძელებ, მე მაგ შეხება რამოდენიმე ემიგრანტ ბავშვთან წლის ზაფხულის პერიოდში ძირითადად, რომელიც ამერიკიდან, საფრანგეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ ბავშვებს როცა ვესაუბრები მე თვითონ ხო ძალიან უჭირთ გებულობენ რას ვამბობ, მიუხედავად იმისა, მათი მშობლები ქართულად საუბრობენ სახლში, მაგრამ
იმდენად დიდი გავლენა აქვს სკოლაში და იმდენად ამ ატმოსფეროს, რომ ის გინდა არ გინდა ილექება და ალბათ კიდევ უფრო საჭირო გახდება, რომ გამოთქმა, წარმოთქმა, სიტყვის, ბგერის შესწავლა ესეც აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ სწორად იმეთყვება და ძალიან უჭირს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სკოლაში, საქმე იცით რა არის, რომ რეალურად სკოლა ხომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული დროითი, ვთქვათ, მახასიათებლით განსაზღვრული ამბავი, იმის მერე ხო გრძელდება იმ მეგობრებთან ურთიერთობა ონლაინ, მიმოწერა აქვთ იმ ენაზე, რომელზეც სკოლაში სწავლობენ, ყოველდღიური ურთიერთობა და ასე შემდეგ და შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შევამჩნიოთ და დავაფასოთ სხვა მცდელობებიც და რიგ შემთხვევაში ძალიან კარგიც, ხო, როგორიც არის მაგალითად ქართული საკვირაო სკოლები, რომელთაც ქართველი ემიგრანტები ძალიან დიდი შრომის და რაღაცა საკუთარი დროის გამოთავისუფლების წვალებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ იქ რართული რეჟიმი არის. ბიბლიოთეკების არსებობა სხვა ამასთან არის კავშირში. ხო, ეს სკოლები ძალიან დასაფასებელია. იქ ასწავლიან ასევე ქართულ ენასაც, სხვა საგნებსაც, თუმცა ჩვენ ვქნით ფართო კომფორტს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ზოგიერთ ქალაქში ეს ხელმისაწვდომობა არ არის, ზოგიერთ ქალაქში შეიძლება ვთქვათ, მას თვითონ მშობელი ცდილობს რომ თავისუფლად სხვა მასწავლებელი აქვს და ასე შემდეგ ეს ინდივიდუალურად გაწვა, მაგრამ ეს ადამიანები ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ და დავაფასოთ, მithom რომ მე მათთან ძალიან აქტიური კონტაქტი მაქვს და აი ახლაც ერთ-ერთ საკვირაო სკოლაში 20 სექტემბერს სალონიკში ხსნი ბიბლიოთეკას, ქართულ ბიბლიოთეკას და მე ჩამოვდივარ მეორე დღეს და სტამბოლში ძალიან კარგ საკვირაო სკოლაში მამა ილიასთან მართავ ლექციას, სადაც მანამდე გავხსენი ასეთი ბიბლიოთეკა. ამიტომ ეს არ არის ესეთი, რა თუ შეიძლება ასე ითქვას, კონკურენტული სივრცეები, პირიქით ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, ვეხმარებით და საერთო მიზანი არის ცხადი და გასაგები, რომ ამ ბავშვებს, რომელთაც ზოგიერთ, ვთქვათ, რაღაც სირთულეების გამო, ზოგიერთ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებების გამო მოუხდათ საკუთარი ისტორიული სამშობლოდან შორს ყოფნა, შეუნარჩუნოთ ეს იდენტობის ნიშნები. ძალიან კარგი, მოდით. რა საინტერესოა, რომ მას ბავშვები სკოლაში სწავლენ, ასევე ქართულ სკოლაში სწავლენ და მალე მათთვის ასევე სასიხარულო იქნება, ალბათ იქ გაიჩენენ მეგობრებს, ეს რაღაცა კომუნიკაციის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეთი სიხარულის გამოხატული ვიდეოც, უბრალოდ პრივატული ვიდეოებია და გამოქვეყნების უფლება არ აქვს, თუმცა საუნივერსიტეტო პერსპექტივაც აქვს სამომავლოდ. ზოგადად კი ბატონო, არა ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცეჩამოვლენ ის ბავშვები და თქვენთან მისცემიცის სწავლის, კარგად გამართულად დამელაპარაკებიან კონკრეტ ჩემპიონერების მწერვალი იქნება, იმიტომ რომ აუცილებელი არ დავკარგოთ. ჩვენ გარანტიას მოგცემთ. კი ბატონო.